გამარჯობა, დღეს 10 აპრილია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1973 წლის 10 აპრილს დაიბადა ბრაზილიელი ფეხბურთელი, ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველი რობერტო კარლოსი. ის გამოირჩეოდა სისწრაფით და უძლიერესი დარტყმებით. მას ჰქონდა ბრწყინვალე კარიერა მადრიდის რეალში, სადაც მოიგო უამრავი ტიტული, მათ შორის ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი, უეფას ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი. რობერტო კარლოსი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 2002 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად. 1952 წლის 10 აპრილს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, მუსიკოსი და მწერალი სტივენ სიგალი. 2001 წლის 10 აპრილს დაიბადა ებრაელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და ტელეწამყვანი ნოა კირელი. 1986 წლის 10 აპრილს დაიბადა ბელგიელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი ვინსენტ კომპანი. მისი ბრწყინვალე კარიერა უკავშირდება მანჩესტერ სიტის, სადაც 11 წელი გაატარა და მოიგო უამრავი ტიტული, მათ შორის ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი. ის იყო ბელგიის ნაკრების კაპიტანი. ამჟამად კომპანი მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელია. 1986 წლის 10 აპრილს დაიბადა არგენტინელი ყოფილი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი ფერნანდო გაგო. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის მადრიდის რეალი, რომა და ვალენსია. 1993 წლის 10 აპრილს დაიბადა კოლუმბიური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი სოფია კარსონი. 1992 წლის 10 აპრილს დაიბადა სენეგალელი ფეხბურთელი სადიო მანე. მისი წარმატებული კარიერა უკავშირდება ლივერპულს, სადაც მოიგო უამრავი ტიტული, მათ შორის პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი. სადიო მანე ორჯერ დასახელდა აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. 1992 წლის 10 აპრილს დაიბადა ინგლისელი მსახიობი დეიზი რიდლი. 1987 წლის 10 აპრილს დაიბადა კანადელი მსახიობი, მოდელი და მეწარმე შეი მიჩელი. 1984 წლის 10 აპრილს დაიბადა ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ლექტორი და ტელეწამყვანი გიორგი კეკელიძე. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.